ესე არ ვიცი, როდის ხვდები, როდის დასრულოთ. თითქოს გრძნობ. ეს ბოლოს ჩნდება ხოლმე. რაღაცები გზადაგზა მოდის იდეა, რაღაცას აკეთებ, არ გამოდის ისე, როგორც წარმოდგენილი ქონდა, შეიძლება უკეთესიც გამოდის და მე თვითონ გაძლევს იდეებს. იდეები ცხოვრების ყველა საფეხურზე ჩნდება ემოციით, ისტორიით, დამოკიდებულებით. ასე დაიწყო ყველაფერი ჯერ კიდევ არაცნობიერ ასაკში, მაშინ როცა ზღაპრული სამყარო პრინცთან და პრინცესასთან ერთად ნინიშკა პაპუაშვილის იდეების სივრცე გახდა. იყო და არადან დაიწყო ყველაფერი. ღვთის უკეთესი არაფერი არ იქნებოდა, მაქედან დაიწყო ეს ყველაფერი. ისე მოხდა, რომ ძალიან შემოქმედებით და მრავალფეროვან გარემოში გავიზარდე. თან ეს ყველა თემა ბავშვობიდან ზღაპრის გარშემო იყო. ამ თემის გარეშე არც იწყებოდა არაფერი და არც მთავრდებოდა და დღემდე ეგრე არის. საკუთარ ზღაპარში ისტორიებს პირადი ხელწერით ყვება, ფერებით, ხაზებით, ემოციით. ყვება მინიმალისტურად და სხვადასხვა სიმბოლიკით. მოგვიანებით ზღაპარი არა მხოლოდ შთაგონების წყარო, არამედ მთავარი საქმე გახდა. ბავშვობის ნახატები ფარდაგებად გაცოცხლდა, პრინცები და პრინცესები კი მუდმივ პერსონაჟებად. ქეთევან და მანანა აბრამიშვილების დამსახურება ეს ყველაფერი, რადგან დედა მუშაობდა მათთან ერთად პიესაზე და ამ პიესის გაკეთებაში და შექმნაში ვიზრდებოდი. სულ მათი განწყობა იყო და სულ მათი ჟღერადობა ჩამესმოდა მანანა აბრამიშვილის იმ ჯადოსნური ლექსების და ქეთევან აბრამიშვილის სამეცნიერო ესეებიდან წამოვიდა ეს ყველაფერი. თან პარალელურად იყო, რაც ძალიან კარგად მახსოვს, ზაქარია ფალიაშვილის უვერტურა ჩართული. ძალიან ზღაპრულად მაქვს ჩარჩენილი. ეხაც ქარგვის დროს, ქარგვის პროცესში, რაც მუსიკა, რაც სხვა მუსიკა არ უნდა მქონდეს ჩართული, სულ ეს ზაქარია ფალიაშვილის უვერტურა მაინც დამყვევასავით. ბავშვობის ნახატების გაცოცხლებით დაიწყო ფარდაგების შექმნა და ის, რასაც 5 წლის ასაკში ხატავდა, ახლა ყოველდღე უყურებს. სხვა სივრცეში, სხვა მასშტაბით, მაგრამ იმავე შეგრძნებით, რაც ზაქარია ფალიაშვილის მოსმენის დროს ჰქონდა. ეს არის ჩემი ერთ-ერთი პირველი ნამუშევარი, რომელიც ავიღე როგორც ახსენ ჩემი ბავშვობის ნახატიდან. ეს არის ეთერი, აბესალომი და ეთერიდან და აი ეს ნახატი დავხატე, როცა ჩამესმოდა ეს ზაქარია ფალიაშვილის უვერტურა და წამწამსა და წამწამს შორის და ჩემთვის ეთერი გამოიყურებოდა ესე. უხელებო, უყოლაფრო, მაგრამ თან რაღაც მისტიური. დროსთან ერთად გაჩნდა პროექტი. მაშინ 14 წლის იყო და ასე საკუთარი ხელოვნებით სხვადასხვა ნამუშევარს, სხვადასხვა ოჯახში, სხვადასხვა ემოცია გაატანა. ყველა მათგანი განსხვავებულია, თუმცა საერთოა საქმის მიმართ დიდი სიყვარული, რომელიც ნინიშკა პაპუაშვილის ფარდაგებს აერთიანებს. არაკიც რო ვიზრდები, ჩემთან ერთად გაიზარდა ამდენი წლის განმავლობაში და ეხლა ვარ ერთ დიდ პროექტში ჩართული. წიგნის პრეზენტაცია და ამ წიგნის პრეზენტაციისთვის შეიქმნა ეს ფარდაგი, რაც აი თავისი სიმბოლიკით გადმოცემს ამ წიგნების არსს და იდეას. ეს არის უკვდავების წყაროს ფარდაგი და პრინცი და პრინცესა არიან და ეს პრინცი და პრინცესა ჩემი ყველა ფარდაგის მთავარი პერსონაჟები არიან. მთავარი პერსონაჟები პირველად დიდ მასშტაბზე გააცოცხლა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფარდაგი სწორედ ახლა იქმნება. ტექნიკურ მხარეს რაც შეეხება, ამ ფარდაგში გაერთიანებულია ორივე მეთოდი, ბისერით მოქარგული და ნაჭის აპლიკაციებით გაკეთებული. ერთადერთი სირთულე, რასაც წავაწყდით ამ ფარდაგის გაკეთების დროს, თავისი მასშტაბიდან და სიდიდიდან გამომდინარე, ეს იყო გადაჭიმვა. საბოლოო ჯამში მაინც გამომკლავდით და კარგი გამოგვივიდა. რეალურად 2 წლის წინ დავიწყეთ. მიდიოდა ნახატზე მუშაობა, იხვეწებოდა, როგორი უნდა ყოფილიყო უკვდავების წყარო, ეს ხის ტოტები რა მიმართულებებით უნდა ყოფილიყო, გოგო და ბიჭი როგორ უნდა ყოფილიყვნენ. ნახატზე დიდი დრო წავიდა. ძალიან ბევრმა ადამიანმა მიიღო ამ ფარდაგის გაკეთებაში მონაწილეობა, როგორც ფიზიკური დატვირთვით და განხორციელებით, ასევე ფინანსური თვალსაზრისით და ვიცი რომ არ მაქვს ამ კომპანიის დასახელების უფლება, მაგრამ ისე ვახსენებ, რომ ქართულმა ერთ-ერთმა ჯადოსნურმა წყლებმა დაგვიფინანსა ეს ჩვენი უკვდავების წყაროს ფარდაგი. თვითონ ეს ხეც, რაც გარშემო არტყავს ამ ფარდაგს, არის სიმბოლიკით დატვირთული ზღაპარში ეს ოქროს ვაშლის ხე, რომელიც მთლიანად გარს ურტყავს ამ მთლიან ფარდას და ეს თვითონ უკვე რაღაც ყვავილები გაფორმებით.
ფარდაგის ფერებიც წიგნის ფერებს ასახავს. მუშაობისთვის სჭირდება განათება და მუსიკა, სივრცე, რომელიც საკუთარ იდეებთან მარტო დარჩენაში ეხმარება. ასე მუშაობს ამ ფარდაგზეც, რომელსაც სულ მალე ახალი დეტალები შეემატება. ეს ფარდაგი ჯერ კიდევ მუშაობის პროცესშია, დასამთავრებელია ეს წყალი, რაც უნდა ამოივსოს ამ თვითონ წყაროში ეს თავის დინამიკით და მიმართულებებით ვერცხლისფრად. და ეს ვაშლებით, რაც არ მიხსენებია, 9 ვაშლი სპეციალურად არის, არ არის შემთხვევით, ესეც 9 რიცხვის სიმბოლიკაა გამოყენებული. ეს ყვავილებით სპეციალურად 3 არის, თან სამწვერა და აი ამ 3 ყვავილიდან მოედინება ეს 3 წყალი, რომელიც შემდეგ ერთიანდება ამ წყაროში. საბოლოო ჯამში ამ ფარდაგმა მინდა რომ ის ემოცია წამოიღოს დასრულებულმა, რაც თავიდანვე გქონდა და მინდა რომ ყველა ის სიმბოლიკა და იდეა შეკრას, რაც ამ წიგნაკებს გააჩნია და რასაც ეს წიგნაკები გადმოსცემენ. ნამუშევარში მისტიკა უყვარს და ყველას მხრიდან მისი ჩანაფიქრის სხვადასხვაგვარი აღქმა. ეს ნიშნავს, რომ ნამუშევარი საინტერესოა და ნაჭერზე გადატანილი იდეებიც ამბებს უკვე ამ კონტურებით ყვება. ძალიან მნიშვნელოვანია ზღაპარშიც თმა. სულ მიყვარს გრძელი თმა, ყველა ჩემი ფარდაგის პრინცესას აქვს გრძელი ოქროსფერი თმა. ეხლა მინდა რომ გიშრის თმაზე გადავიდე, მაგრამ ჯერ არ ვიცი. და ბისერის ფერები ალბათ თმა რჩება ოქროსფერი სულ. კონტურული მუშაობა მიყვარს, აი როგორც ფარდაგზე არის. და ამ კონტურს ვაკეთებ სულ შავი ბისერით და ვერცხლისფერით ძალიან მიყვარს. როცა ცუდი ფიქრები მქონდა, ან დაძაბული ვიყავი, ან რაღაცაზე ნერვიულობდი, რაც არ უნდა სწორად შემესრულებინა ხელით ეს მოქმედება, ამოქარგვის, მაინც რაღაც არასწორად მიდიოდა ეს ხაზი და რაღაც გაფანტულად და არალამაზად. და როცა დამშვიდებული ფიქრები მქონია, რაღაცაზე ვოცნებობდი, ან ფიქრობდი და მშვიდად ყოფილვარ შინაგანად, რაც არ უნდა არასწორად ამომექარგა, ის ხაზი მაინც სწორად მიყვებოდა და მაინც სწორად მიდიოდა, რაც ძალიან სასიამოვნოა რეალურად. ხელოვნება ნინიშკა პაპუაშვილის ცხოვრებაში არის ყოველთვის. პროფესია არქიტექტურას დაუკავშირა და დღეს საკუთარ ზღაპრებს უკვე ფარდაგებზე ქმნის. ეხლაც დავალებები რომ აქვს, პროექტები რომ აქვს, სულ მაინც ყველაფერს უკავშირებ ზღაპრის თემატიკას. გვაკლია ეს ყველაფერი დღევანდელობაში ძალიან. ცარიელი შენობები იქმნება, ცარიელი ინტერიერები კეთდება და სიცარიელი ეტრიალებს. და მინდა რომ ის ზღაპრის მრავალფეროვნება, ის ემოცია, მისტიკა რაღაცნაირად შევინარჩუნო და არ დაიკარგოს უბრალოდ ნებისმიერ საქმეში. ეს იქნება ინტერიერი, ექსტერიერი თუ ესეთი რაღაც ფარდაგები და ნივთები. ნინიშკა პაპუაშვილის მთავარი სურვილია, რომ არაერთი ახალი ფარდაგი შექმნას. შემოქმედებითი პროცესი კი ასეთია: იდეები, ჩანახატები, შემდეგ თარგები და ნაჭერზე გადატანილი ხაზები. ბოლოს ნამუშევარი, ბევრი ფიქრით, გრძნობით, ემოციითა და პირადი ისტორიით.